შაბათი, კვირა, შაბათი, კვირა, შაბათი, კვირა, შაბათი, კვირა. მერე ორ შაბათი, ირაკლი, ორ შაბათი. ორ შაბათს დილის კონფერენციაზე მოვიყო, მართალია. მარიკა, რა გადავწყვიტე, იცი? 1-2 დღით სოფელში ხوار წავიდე ჩემთან ახალდაბაში. ის გუჯამ დამირეკა, გუჯა. გახსოვს გუჯა, ჩვენ გვერდზე სახლი როა, ჩემი ბავშვობის მეგობარი როა. გუჯა მახსოვს, ირაკლი, როგორ არ მახსოვს? უბრალოდ ის არ მახსოვს, რომ ესე შენი ინიციატივით სოფელში წავსულიყავი. და რა ხდება ირაკლი? არაფერი მარიკა, რა უნდა ხდებოდეს? შაბათ-კვირა მოდის, უბრალოდ ვიფიქრე, წავალ ცოტას. რა ცოტას? ქათმები. ქათმები მარიკა, ჩემი საქათმე უნდა ავაშენო. როდემდე უნდა იყვნენ ეს ქათმები მეზობელთან? მე მივხვდი ირაკლი, შენ იმაზე ზრუნავ, რომ ქათმებს მაინც მოუგვარო ბინის პრობლემა. წამოდი მარიკა, დამიჯერე რა. სუფთა ჰაერზე. შენც დაისვენებ, მეც დავისვენებ და ამისგანაც დავისვენებ. ძალიან კარგი იდეაა ირაკლი, მაგრამ აი იქით კვირაში რომ იყოს. თუ წამოხვალ აუცილებლად იყოს იქით კვირაში, არ არის პრობლემა. მივდივართ იქით კვირაში. იმიტომ რომ ხვალ დედა ჩემი მოდის ჩვენთან სტუმრად და სახლში ხომ და დავხვდე რა. ხვალვე უნდა წავიდე. მარიკა, იცი თურმე რა დღეში არიან ქათმები? კარგი ირაკლი რა ქათმები რა. და სახლი მარიკა, გუჯამ მითხრა რომ დღე-დღეზეო შეიძლება ჩამოწესო ჭერიო და დაინგრეს ის სახლიო და უნდა ჩავიდე რაღაცა გავაკეთო, ავაშენო. შენ თუ ვერ მოდიხარ მარიკა, წავალ, მაგრამ აჰა, მარტოს მიშვე. რა ვქნა ირაკლი, ძალიან მინდა, მაგრამ დედას დავპირდი და ხომ უნდა დავხვდე რა. დათო, მოდი აქ, მოდი. როგორ ხარ? როგორ გეძინა? სუფთა ჰაერზე ძილი არ მოგენათ რა? ირაკლი, ხო. აი ესეთი გულჩული სახე როცა გაქვს ხოლმე, ესე იგი რაღაცა გაქვს მომზადებული და რა კიდე ხა მითხარ? არაფერი დათო, რა მინდა? ხვალ ვაპირებ 1-2 დღე ჩემთან წასვლას ახალდაბაში სახლი რომ აქვს მე და წამომყევ. კარგი რა ირაკლი რა სოფელი მინდა ეხლა დავბრუნდი მილიარდიანი სოფლიდან. დათო, დაუკვირდი. სუფთა ჰაერი. კარგი ღვინო. სუფთა ჰაერი. სოკო კეთზე მწვანე ცოცხალი. სუფთა ჰაერი. ირაკლი, იმ ცნობილი მოვლენების გამო მე აი ჩემს ოთახს 12 საათზე მეც ვერ დავტოვებ. შენი ოთახი გექნება იქ. თან რომელსაც აარჩევ, აი ეს ოთახი იქნება შენი, დაუკვირდი, შენი ოთახი. დიდი ეზო, სიმშვიდე, სიწყნარე, სუფთა ჰაერი, ჭა ეზოში, ჩრდილი, ჰა? მოიცა, ჭა და ჩრდილი შეინახე. პირდები რომ მე მექნება ჩემი საკუთარი ოთახი? კი. კარგი. მაშინ ზაფხულში წავიდეთ. კარგი ირაკლი, რა არ უნდა წამოსვლა და დაანებე თავი. დაურეკე ვინმეს, აი ანანოს დაურეკე, თქვენ მაინც გიყვართ ერთად მოგზაურობა, ციცრები და რა ვიცი. ანტიკას დაურეკე. ანანოს ურეკავ მთელი დღეა და არ პასუხობს, გამორთული აქვს ტელეფონი და ან დაუჯდა, ან გაუფუჭდა.
ხონამდე მაჩუკე ტელეფონი გაგიფშტება მე. ალო, თიკა. მე ვარ ირაკლი ვარ. თიკა გახსოვს მე რო გიყვებოდი სახლი მაქვს ახალდაბაში მეთქი. ხო და რაღაც ამბებს რო ვიხსენებდი და შენ რო ამბობდი რა არის ირაკლი ეს ერთი ვერ წამიყვანე ამ ახალდაბაშიო სახლი ვერ მანახე ეზო. ხვალ სპეციალურად შენთვის მივდივარ თიკა. ხო და იქნებ შაბათ-კვირას კლიენტები ბარში ბევრი იქნება? ხო. კარგი, არა უშავს. კარგი, სხვა დროს იყოს. კარგი. გადაიფიქრა. ხო თიკა, გოგი როგორ ხარ? მე არა მიშავს. რა? გოგი არა ვერ წამოვალ. შენ ხო იცი როგორ მიყვარს მე ხიდის თავი, მაგრამ მე თვითონ სხვაგან ვაპირებ წასვლას და რო ჩამოვალ დაგირეკავ, ხო? კარგი გოგი, კარგად. მარიკა. იმათ ხარი? ვის იმათ? ვის და ერთი პატარა რო გოგო მეორე დიდი ქმარი რო ყავს. და ამ პატარას მეორე და რო ყავს კიდე პატარა. და ეს პატარა რო უშლის ამ დიდ ქმარს ნერვებს და ეს დიდი ქმარის რო მარაკლებს ამ პატარას არაფერს. აი იმას უთხარი? უთხარი. მაგათაც უთხარი და რა ვიციო, რაღაც საქმეები გვაქვს, უნდა მოვილაპარაკოთ და საღამოს გეტყვით პასუხსო და რა ვიცი. მაგოჯახმა ამ ხელა მოვლენა თუ არ გადაწონა, დაწონა და აი რო ისე ნამდვილ პასუხს ვერ გეტყვის ვერაფერს და აცამდე. კაცრავად. ირაკლი ვერ მოვდივართ თქვენ? ირაკლი, ჩვენც ვერ წამოვალთ. შეხედე რა. საერთოდ არ მიხდება. ლაშიკო, მოდი რა, მომიყვანე, მოდი. მოიცა ლაშა. მოიცა ცოტა ხანს. იჯდეს ცოტა ხანია. იქნებ გადაიფიქროს. ლაშა. შენ რაღა მოგივიდა. წავიდეთ. სუფთა ჰაერი, წვადი, ახალდაბის ცოცხალი, სოკოკეთზე, ხაჭაპური, კარგი ღვინო, თან შორიც არ არის, აქვე ახალდაბაში ბორჯომამდე არ მისული. რა მოგივიდა? დიდი სიამოვნებით ირაკლი, მაგრამ რა ქნა გადაუდებელი საქმეები მაქვს სამსახურში. ირაკლი, აი თამარს უთხარი წამოყვეს, მეც დავისვენებ, ქეთევანის დაისვენებ და ჩვენს დავისვენებთ ამას. კარგი რა, წამომყევი თამარ რა ახალდაბაში. არაჩვეულებრივი ეზო სუფთა ჰაერის სიმშვიდე დაისვენებ თან 1000 ჭორის სოფლის გამგებელზე თამარ. გუჯა დაგიჯნება და მოგიყვება ყველაფერს. ყველაფერს მოგიყვება, აბა? გუჯა ვინ არის? ჩემი ბავშვობის მეგობარია, გვერდზე აქვს სახლი. თამარ, ნახე, მეგობარი წყოლია, თან გუჯა ქვია. ცოლი ყავს? არა უცოლოა. ვაი მე ირაკლი, კი წამოვიდოდი, მაგრამ ხო კლიენტი უნდა ვნახო, ფართი მაქვს გასაქირავებელი. თამარ, დაფიქრდი ხა ყველაფერი აწონ-დაწონე? უცოლოა, თან გუჯა ქვია. უცოლო გუჯა. უცოლო შენ ოღონდ გატლიკინოს რა ადამიანმა. ჩაის ხოდალე. კი, რა თქმა უნდა. მე გავაგებ. შემოდი სანდრო. დათო გამაგებინე როგორ ხვდები ხოლმე რომ მე ვარ სანდრო იქ მეორე დახარ მკითხო კარგი სანდრო მოდი აქ რა, ნუ უსვენ ამას ბოდიალობს რაღაცას. მოდი. სანდრო, ხვალ ვაპირებ ახალდაბაში წასვლას 2 დღით. წამომყევი რა. კი რა პრობლემაა მართლა წამო, ხო? ხო მარტოს ხო არ გაგიშებ როდის მივფრინავთ არა ჯობს ისევ მარტო წახვიდე ირაკლი
მაგრამ როგორ გინდა იქ ჩახვიდე ამდენი ხნის უნახავი ხალხი დაგხვდება რას იფიქრებენ პროფესორი ჩხეიძე მარტო ჩამოვიდაო რა კარგი რა ირაკლი რა ხანდახან როგორ მაოცებ ხოლმე ეს პროფესორი კაცი რა ზატო ეხა მარტო სანდრო ხო მოყვები მე უთხარი რომ ვითომ პაციენტია შენი რას მოყურებ ეხა იმ გაპურებული თვალებით ეხა მაინდა ჭიდადადებაში გითხრა ეხა არ გიცი ამ პაციენტს ესე იგი შაბათი კვირა ირაკლი? ხო. კარგი ამბავი მაქვს შენთვის. რა ხდება? აბა, მეც მოვდივარ სოფელში. დედამ დაარეკა, ვერ ვახერხებ გამოსვლასო და თავისუფლად შემიძლია წამოვიდე. როგორ მიყვარს ასეთი სასიამოვნო მოულოდნელობები, მარიკა. თან ორი კარგი ამბავი ქონია. ერთი რომ შენ მოდიხარ იქ და მეორე ის რომ ვერ მოდის აქ. ხო და თუ მოდიხარ, მიდი ჩაალაგე, მარიკუნა. მე მზად ვარ უკვე, თუ გინდა შენ მოგიხარ. არა, მარიკა, მე პრაქტიკულად დავამთავრე ყველაფერი, აქ ჩემი რაღაცეებიც არის და გუჯასთვისაც მიმაქვს შევარჩიე რაღაცეები, გუჯას ხო იცი ტანსაცმელი როგორ უყვარს, გიждდება, მარიკა. ერთხელ რა ქნა, იცი გუჯა, პატარები ვიყავით და კინოში წავედით. ხო და ბილეთები არ მქონდა. და გადავძვერით ღობეზე. და გუჯა რომ მიძვრებოდა, ფეხი დაუწდა და ჩამოვარდა და მუხთან გაიხია შარვალი. და რა ქნა, იცი? მეორე მხარეს ზუსტად იმ ადგილას მუხთან თვითონ გახია შარვალი და მაგის მერე შემოვიდა სოფელში გახეული შავლიც იარი. ირა, ხო. კარგი ამბავი მაქვს შენთვის. მოდი ვარ სოფელში. კოჩა, დათო, როგორ გამიხარდა? აი მე ვალაგეთ, მეც ხედავ, ვემზადები, ერთი წუთი ეს რომელი, ამას ჩავიცვალ სათევზაოდ, რო წავალ. კარგი ირაკლი, რა სათევზაოდ? გუშინ მეცვა ლექციაზე, რა. დათო. თევზაობაც თავისებური ლექციაა, დათო. და ამდენი ტანსაცმელი ადგინდა რა. არაფერი აქ ჩემი რაღაცეები ჩავალაგე და კიდე გუჯასთვის მიმაქვს ტანსაცმელები შევარჩიე, რასაც არ ვიცვალ და ის მიმაქვს გუჯასთვის. აქ შენ არ ალაგებ? ჩაგილაგებია ყველაფერი და მე რა ჩავალაგე. კარგი, მე მოვჩი, პრაქტიკულად დავამთავრე. ყველაფერი, ახლა შენ მიდი. ისა დათო, გაზი და ფანჯრები შეამოწმე, მე გასაღებს ავიღებ და გავედი. კი ბატონო. მარიკა, შენ მიდი გაზი და ფანჯრები შეამოწმე, მე გასაგებს გამოვიდე და გავედი. კარგი. ირაკლი, შენ მიდი გაზი და ფანჯრები შეამოწმე. მე გასაღებს ავიღებ და გავიდე. დათო, რაკედი შეამოწმე გაზი და ფანჯრები? მარიკა, რაკედი შეამოწმე გაზი და ფანჯრები. ირაკლი. ერთი წუთი. მე თვითონ შევამოწმე. ირაკლი. კარგი ამბავი გვაქვს ჩვენც მოვდივარ. მართლა? კი ირაკლი, მართლა, ისე თამარმა იუზას დაპატიჟა. მაგრამ იუზამ ვერ წამოვალო, რუსთაველზე სიტყვით უნდა გამოვიდეო და შენ მომისმინე. ამდენ ენერგიას ლაპარაკში ნუ ხარჯავ. ნახე რამ ხელა ჩემოდნები უნდა ათრიო. კარგი დაბა თუ მზად ვარ, ყველანი გავიდეთ, რა? ხო, მარიკა, კი ვერ ვახერხებდი წამოსვლას, მაგრამ მაინტერესებს საერთოდ თვითონ სოფელი როგორია. ხო, სოფელი და გუჯა. ირაკლი. ადამ. შენი ნათესავები რაღაცებს ხო გამოგვატანენ? რა თქმა უნდა. აი, რომ მეუბნებოდი ამ ხელა ჩანთარისთვის გინდაო. არ მიჯერებდი. მარიკა, შემი და არ მიჯერებდი და რად გინდა ამ ხელა ჩანთა? ეხლა რას გამოგვატარენ? ეხლა იქიდან რაებს ლაპარაკობ? ეგრე კი არისო, წესით იმ ხალხმა კი უნდა გამოგვატანონ, მაგრამ რა ვიცი, რა ხალხია, რას ჩაგიდებენ ჩანდაში და რას არ ჩაგიდებენ. მე ვაიმე, მარიკა, აბა ეხლა მე ვიტყუები. ვაიმე, მარიკა, ეხლა გამამტყუნე. ვაიმე, მარიკა, გეხვეწები? კარგად იმჯერე, ჩემი მეჯვარე მაინც არის, ხო? ვაიმე, მარიკა, მე გავთხოვდებოდი პირველი და მე გამომყვებოდი მეჯვარე. ვაიმე! გამაცინე! მაცანე. მარიკა, საპონი,
შამპუნი და კბილის პასტა წამოიღე რა, რომ ეხლა ყველა მსათითაოდ არ ვათრიოთ. ხო, ამას მართავს გეუბნება მარიკა, კი. კი. კარგი. ხო, მოსაგებია. ირაკლი. აი ეს ფლეიერი ჩადე რა. მე ვხვდები რომ გზაში აუცილებლად დამჭირდება. ია, ესეც ჩადე და დაგჩენია. მე გავაგებ. შემოდი სანდრო. დათო. სანდრო, ხო გაგაფრთხილი გუში. ირა, კარგი ამბავი მაქვს. კარგი ამბავი აქვს. შეცმოდი ხარ სანდრო? ვა, გენიოსია ეს. და ჩანთა ჩავალაგე? აბა, შეხედე, ნახე, აქეთ ჩავალაგე ტანსაცმელები, აქეთ ხარ საჭმელები. რა საჭმელები, სანდრო? ირა, ტყემალი, მაწონი, რძე, კვერცხი. მარტივი ლოგიკაა, სოფლის კვერცხი, ირა. ვაიმე, ეს ვაჟბატონი ჩვენთან ერთად მოდის? ეს ცალკე მიფრინავს ჩარტერული რეისი. მართლა ღლონტები ხო. თქვენ ხო ლიფტის პულს აგროვებთ? მერე? ხურდები მომეცით რა ცოტა. რა გინდა? იგოეთში უნდა გადავყარო. ვაიმე, უკვე დამღალა ამ ბიჭმა. მარიგონა, რა ვიფიქრე იცი? ბარში ხო არ ჩავიდეთ ჩვენთან. იქნებ იქიდანაც უნდა ვინმე სამოსულო. ირაკლი, ანანოს ურეკავ და გათშვილი აქვს ტელეფონი. მაგან ხო თქვა უნდა დავხვდე აეროპორტში ეკოს და ეთქობა გამორთო. მე ვიცი რა უნდა ვქნათ. მე ვიცი, შენ ჩადი ეხლა ბარში, სანდრო და სალომეს დაუბარე, რომ თუ გამოჩნდებიან ეკა და ანანო, უთხრას რომ ჩვენ წავედით ყველა ახალდაბაში და ისინიც ჩამოვიდნენ. გაიგე? მარტივი ლოგიკაა ირაკლი. რა ვიცი. წავედეთ? წავედით. ესე ირაკლი, ამდენი ხალხი რო გავდივართ ყველა ერთად ქალაქიდან უშიშროება არ გადაირევან ეტა. მოკლედ, ისა, ერთი კაციც და გავდივარ. ირაკლი, რამდენი ხანია გელოდებით? მზად ვარ და გელოდებით უკვე 1 საათია რა. დათო, კარი გადაკეთე კარგად. წავედი. არა მოთიკა. ნელა, ხილარი. დახიო, ჩემო. ესე იგი ძალიან მოეწონა ხო დათოს ინდოეთი? რა ვიცი ეგრე თქვა და აუ და იცი რა მაგარი სუნელები ჩამოიტანა ხო და გუშინწის საღამოს მოვაწყეთ ინდური სამზარეულოს დღე. აუ რა მაგარი იქნებოდა. აი ძალიან მაგარი იყო და თან გუშინ უკვე მუცელი აღარავის აღარ გტყიოდა. აუ ისე თამარი და ქეთევანიც ძალიან მომენატრა. მე შეუაროთ, კარგი? რა თქვინდა ეკა შევა აქ რა შევალთ კარი მაგრამ გავაჯახუნოთ და ისინი თვითონ გამოვლენ. რატო არ ვიღებს ნეტა? მარიკა, მე ვარ ეკა. და რატო არ ვიღებს? შეიძლება არ ახსოვ ხარ? მარიკა ეკა გაუღე კარი. მარიკა ეკა ჩვენი მეგობარი არ გახსოვს. 4 ჯერ რო გათხოვე
ხო და სოლომონს რომ იყვება და მოხუცი კაცი რა იყო სოლომონი. აუ ისე ეკა. მაშინ ვერ გეუბნებოდი და სოლომონს როგორ მიყვებოდი ცოლა. კარგი რა ანანა. კარგი რა დროს სოლომონია ნახე წერილია მომეცი. რაც არ უნდა ახლო ნათესავი იყო, ადგილები არ გვაქვს დათო. როგორ ჩანს არ არიან სახში. კაი, წამო შევიდეთ მაშინ თამართან. მიდი დარეკე. გავხარდება. ალბათ თამარი სამსახურშია. ხო თამარი შეიძლება, მაგრამ ქეთევაინდელაში რატო არ აღებენ? რა გჭირს ანანო? თამარი თუ სამსახურშია, ეგენი კარს არ გაგვიღებენ. ვაი, თამარი ხო არ გათხოვდა? არა მგონია, თამარი რო გათხოვილიყო, მაგამბას აეროპორტშივე გავიგებ. მოდი, თიკასთან ნახოთ. ხო ისე მეკა, ეს იქნება სადმე სამსახურის გასაუბრებაზე, მაგრამ არა უჭირს დავალოდოთ, არა იყვნენ და მალე მოვა. არა, ეს სახში არა. ვაიმე, მოცილდე. შეიძლება რაღაცა ვირუსია სადარბაზოში და კარანტინია გამოცხადებული, ხო? კარგი რა, დათო სახლიდან მაინც არ წავიდა და რაც არ უნდა ეპიდემია იყოს ანანო. ბარში ჩავიდეთ. ხო, ბარში თუ არ იქნებია სალომეს მაინც ეცოდინება რაღაცა და გვეტყვის. მართალია. აუ ისე რა კარგი არა, პაველი რო არ წამომყვა, რას იფიქრებ და მეგობრები კარს არ უღებენო. ისე მართლა რატო არ ჩამოვიდა? იცი რაღაც გადაუდებელი საქმეები გამოუჩნდა, ისე ძალიან უნდა და აქციების ნახვა. ხო, კაი, ეგ რა პრობლემაა, ეკა. მეორეც რო ჩამოვა მაშინ ნახავს. სანდრო შევწუხდით. სანდრო. რა ვქნა ირაკლი, ყურები მიგუბდება. პირი გააღე და იჯექი ჩუმად და გაგივლის. მიდი, აი ასე. ხო და? ამ დროს მოვიდა ეს ჩემი ბავშვობის მეგობარი როა გუჯა, ვინც დაგვხდება ახლა იქ. მოვიდა და მანიშნა ირაკლი მაცადე ახლა მე ვიცი ამათ როგორ მოულიო და მოიტანა ის დიდი ყანწი, რო გიყვებოდით. დაასხა, თვითონ ხოდალია. შემივსო მომაწოდა, მეც დავლიე, დავყარეთ ყველა და ასე გავიმარჯვეთ იმ დღეს რა. თქვენ გენაცვალეთ რა. ირაკლი მეორე დღეს როგორ იყავ? შენ წარმოიდგინე, კარგად, ოდნავ მткиოდა თავი. ირაკლი ეგ იყო მეოთხე დღე. მეორე და მესამე შენ არ გემახსოვრება, იმიტომ რომ საწოლში იწექი და ზმუოდი. ირაკლი, ეს გუჯა მსმელი ბიჭია, ხო? არა, იშვიათად სვავს, მაგრამ თუ სვავს, ლაშა, აი სვავს ბოლომდე რა. ისე ძალიან მშრომელი ბიჭია, ოქროს ხელები აქვს. ყველაზე კარგად გამოდის საფრთხობელების კეთება. ესე იგი, სოფელში რაც კი საფრთხობელაა, ვისაც კი საფრთხობელაა, ყველა მაგის გაკეთებულია. ირა, ეს საფრთხობელები რა თუნდა? დათვებს აფრთხობს. და თიკა, შენ იცოდი რომ იქ დათვები ყავდათ? დაბა რა სანდრო, მე მაგიტომ მოვდივარ. ერთი კარგი დათვი უნდა დავიჭირო. მე ბარში დავაბავ, სანდრო, და ხალხს მოვიზიდავ მაგით. ვაიმე, თამარ. ირა, ძინავს, მოდი გავპასტოთ რა. რა უნდა გაპასტო, გაჩერდი რა, ძლივს ჩაეძინა სიწყნარეა. ნიჭაო. თვალებს ვასვენებ. და შენ დაგაწყნარებ კარგად. დათო. რატო ხარ ჩუმად, რა გჭირს? იქ რო გავჩერდით ის ზღვეზელი არ უნდა მეჭამა რა. ნუ გეშინია და თუ ნუ გეშინია გაგივლის. ესა უკაცრავად თქვენ ცოტა ნელაიარეთ რა. ხო, შენც ხო მისმენდი რომ მეუბნებოდი რომ მოითმინე მეთქე რა. მოითმინე ცოტა ჩავალთ ახალდაბაში რაღა დარჩა და იქ დაგხვდება სოკოკეთზე, ცოცხალი, მწვადი, ცხელი ხაჭაპურები, ა? მოიცადე ირაკლი, ეხა რო ჩავალთ ეგ ყველაფერი დაგხვდება იქ? აბა? ცოტა ჩქარაიარეთ რა თქვენ. რა ჩქარა, ძალიან კარგად დადის. ყველა სხვა არ გადაო
დაუსწრებთ არა იარეთ ნელა ჩავიდეთ მშვიდობიანად კარგი თამარა ნელა ურემს გადაუსწარი ძლივს ახლა ხონდა დავინახო მე ურემზე რადევს რამ გაგამხიარულა თამარ აქ უნდა გაგათხოვო რატომ გითო ნახე რა ლამაზი ბუნება შენ აქ იცხოვრებ ჩვენ ჩამოგივლით ხოლმე შენ გამოხვალ გზაზე და შენ ნაზუქებს დაიქნევ ხოლმე ვაიმე ქეთევან რა მეუთხარი ხა ავტობანზე ნუ მაჩხუბებს რა მართლა მარიკა ის ადგილი გავიარეთ ნაზუქებს რო იქნევენ ქალები არა სანდრო ის გავიარეთ ბიჭები ლეკვებს რომ იქნევენ სანდრო დილით რო ხურდებს აგროვებდი გადაყარე მაშ კი გადაყარა თიგა გადაყარა აბარაქნა და ამით კიდევ ერთ ლამას ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი ცხეთაში ხურდების გადაყარას ჩაღია სამზარეულოში. ლაშა. ნუ ნერვიულობ მე დავკეტე. ვაიმე სინათლე მგონი ანთებულია აბაზანაში. ჰა? ნუ ნერვიულობ. ანთებული კი დატოვე, მაგრამ მე ჩავაქრე. დაწყნარდი ახლა? მე კი დაწყნარდი, მაგრამ შენ მაინც ლობიო და ლოქო ხარ. კარგით რა ხალხო, კარგით რა. დავიღალე მთელი გზა თქვენი კინკლაობით რა. აი რამდენი ხანი, აი ჩუმად ვარ და ვიტყვენ რა. შეიძლება ესე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, ექვსჯერ, შვიდჯერ, 8ჯერ. მომისმინე. არ ვარ ახლა მართალი? 100%-იანი ხარ, მომისმინეთ რა არის ახლა მთელი გზა ესე რომ შედვართ რაღაც უაზროდ გავხიარულდეთ გავერთოთ აბა მღერით ყველა დარკვეთელო ქალო რა დიდგულა ხარო აი ზღვეზელი ქეთევანისთვის მაინც მიმეცა რა და როგორ გავიქნე 70 თეთრი არც ამასთან არ ირეკება, ყველგან გასულია მომსახურების ზონიდან. გამარჯობა სალომე, როგორ ხარ? როგორ იქნება დამწვარია? სიყვარულით. გამარჯობა ეკა, როგორ ხარ? კარგად შენ? რა ვიცი ვარ რა. ეკა, მე შენთან რაღაც საქმე მაქვს, შეიძლება შენ რჩევა დამჭირდეს. კარგი სალომე. ჩვენები ხომ არის სად არიან? ჩვენები? არა. მისმინე, თამარი, ქეთევანი, ლაშა არავინ? არა. სანდრო? სანდრო? ხო. სანდრო ირაკლის გაყვა სოფელში. თიკა, თამარი, ქეთევანი, ლაშა და დათო მიყვებიანო და მეც გავყვები. მართლა, ჩვენ კიდე შეგვეშინდა ხომ მშვიდობაა თქო. ხომ არის რომ სოფელში წავიდნენ? კი, როგორ არა, სანდრო იყო შემოსული და მითხრა. ირაკლის სოფელია, ოღონდ დედის არის თუ მამის არ ვიციო, აღმოსავლეთშია თუ დასავლეთში ეგეც არ ვიციო. ახალ სოფელი ქვია მე მგონი. ხო, ახალ სოფელში. აი და როდის ჩამოვალ თუ ეგ არ უთქვამს? ეგ მეც მაინტერესებს, მაგრამ არ უთქვამს. არა, რატომ? არ ვიციო. მაგარი როგორ არიცოდა ახლა სანდრომა? კაი, სალომე, ძალიან დიდი მადლობა. აუ სალომე, გეხვეწები დათონ რო ინდოეთიდან ჩამოიტანა, ის ჩაი მოგვიტანა თითოჩიკა, კაი? აღარ გვაქვს. უკვე გათავდა? არა, შემოწმებაზე იყვნენ და ამოიღეს. მოდი, მაშინ ჩაოლებრივი ჩაი მოგვიტანე, კარგი? წარმოგიდგენია ანანო, ჩემს რეისს რომ არ დაეგვიანებინეთ, ჩვენს იმათთან ერთად წავიდოდით სოფელში. ყველა ერთად ვიქნებოდით. ვაიმე, მოდი ბექას დაურეკავ და თავისი მანქანით წაგვიყვანს. ვიცა ბექა? ბექა ის ხომ წუთ ნახევარა. ხო, ირაკლიმ შეარქვა, მოიცა? ალო, ბექა მე ვარ. მივხვდი რომ იცანი. ბექა რა მინდა გთხოვო? იცი რა, დღეს გცალია ბექა, მთელი დღე. სამსახო. და როდის ამთავრებ? ვისთვის, ხრისთვის? ბექა, ხო კარგად ხარ? კაი. შეუძლია. რა ვქნათ? ვაიმე,
მოდი ავტობუსით წავიდეთ. აუ იცი რა მაგარია სოფლის ავტობუსით მგზავრობა. აუ წარმოიდგინე პატარა გოჭები, საყვარლები და ისინი კიდე ქათმები და ინდაურები. ავტობუსით წავიდეთ? ხო, ну შენ წარმოიდგინე, ვითომ თვითმფრინავში ხარ. ხო, და ესე რო არ ხო? მგზავრები გააფრთხილე. ავარიის შემთხვევაში უკანაკარიდან გავლენ გოჭები, ინდაურები და კარტოფილიანი კაცები და იმიდა წინაკარი და ქალები და ბავშვები. კარგი, წავიდეთ და არეკე 9-ზე და გაიგე საიდან გადის ახალციხის თუ ახალ სოფლის ავტობუსი. ახალ სოფლისო. და ნანო, და რო ჩაუცახს როგორ მივაგნებთ? კაი, ეგ რა პრობლემაა. სოფლის შესასვლელში თამარი ვიკითხოს და უკვე ყველას ეცოდინება. ალო, გამადი. გამარჯობათ. უკაცრავად, თბილისი ახალ სოფლის ავტობუსი საიდან გადის? თბილისიდან დიდი მადლობა. სანდრო, აი ეს არის სამფეხას კამი. ეს არის ბუხარი. გეგი. თიგა. მოგწონს ჩემი სახლი? აუ, ძალიან კარგი სახლია, ძალიან მომეწონა. ზუსტად ესეთი სახლი მაქვს მეც საფალში. ვა, მართლა? ხო, ოღონდ ერთსართულიანია. აგურით არის აშენებული და ფერებიც სხვა. ხო, ზუსტად ასეთი ყოფილა. ირა, ჩემი ოთახი რომელი იქნება? დათო, რამდენჯერ გაგაფრთხილე, რომ ჩავალთ იქ არ დაიწყო ეს შენებურებით, ხო გითხარი? მომისმინე? აი ამ ოთახში წვებით მე და მარიკა. გასაგებია? ვაიმე, ირაკლი, ცუდად ვარ, დაგავიწყდა ის აუბედითი ღვეზელი რომ ჭამე, სიწყლარე მჭირდება ირაკლი. ხო, კარგი, ხო, კარგი. შენი იყოს ეს ოთახი. შედი, მიდი. მადლობა. მიდი. მიდი. აქ ისევ ის დამტრეული საწოლი დევს, ხო? ლაშა, მოდი. ირაკლი. ბატონო. ჩვენ სად გვაწვენ? ზემოთ ორი საძინებელია, ქეთევან, ერთში მე და მარიკა ვიქნებით, მეორეში შენ და ლაშიკო და შუაში კიდე დიდი ოთახია, იქ დავაწვენ თამარს და თიკას. ირაკლი, მომისმინე ხა თქვენ უნდა განაწილდეთ სწორად. ერთ მხარეს თუ ლაშას დააწვენ, მეორე მხარეს უნდა დაწვეს შენ, რომ ეს მასა გადანაწილდეს. თორე ძველი სახლია და ჩამოინგრება. ირაკლი, გეუბნებოდი, ჩამოვსვათ მეთქი გზაში, არ დამიჯერე და აჰა. ირა, მე სად უნდა დავწვე? ვაიმე მარიკა მიხედე ამას რა. სანდრო, შენ დაგაწვენთ აი აქ. აქ უნდა დავწვე მე მარტო? მე შენია. რისი გეშინია? რას ქვია, ის დათვები რომ მოვიდნენ, მარტო უნდა დავწვე? აქ დათვს რა უნდა, სანდრო? ну თუმცა ორი დათვი უკვე შემოსულა. წამოდი ერთი ვნახო სად მაწვენენ ესენი. წამოდი. ლაშარა. მართალი იყავი რა, უნდა ჩამომესვა ეს გზაში რა. ლაშიკო, ვის ველოდები მე? მიდი. მარიკა, რა ქენი ანანოს დაურეკე? ვურეკავ, ირაკლი და გათიშული აქვთ ტელეფონი, ეტყვა გზაში არიან ეკაც და ანანოს. ირაკლი, აბაზანა სად არის? აი, იქ შემოსაფრთხეში ხო განახე რომ ჩამოვედით, თიკა? არა, ირაკლი, იქ შევიხედე და არაფერი არ არის. მარტო დიდი ტაშტი დევს და რაღაცა ხის ჯამი. ეგ არის მე აბაზანა, თიკა. ხო, მარიკა. ამას მიმალავდი რა. მარიკა, ჭკვიანი ხალი ხარ რა. მე რო ამის გადაგდებას ვაპირებდი და შენ რომ მითხარი გახსოვს, იყოს ვინმეს აჩუქებ და მადლიაო, აი. ირა. სანდრო, აი ხლა ასე გახვალ, გაყვები ბოლომდე, ბოსტნის ბოლოში ცაცხვებთან არის, მიდი. ირა, ტელევიზორი არ გვაქვს? კი, როგორ არ მაქვს, დათო, აი ეს რაღაცა როა გადაფარებული, ეს არის ტელევიზორი. დათო, შავ თეთრ.
შეხედე რა მაგარი გაზეთები ვიპოვე. კომუნისტი, სოფლის ცხოვრება. აიმე, საქართველოს კალიფა არის. იცი როგორი გზნობა მაქვს, რომ საღამოს პრემია უნდა დაიწყოს. ვერ ნახე? კი, ირო, ნახე, მაგრამ ჯერ ისევ ნახე, გზა რომ ესწავლო, რომ მე რო დამჭირდება არ დავიტანო. სანდრო, მოდი. ფოკუსი გინდა გაჩვენო? მედი აბა. ყურადღებით იყავი. მოიმზადე. 1 2 შობერისული. უფრო მაგრა. 3 ვაა! დათო მასწავლე რა, როგორ გააკეთე გეხვეწები მასწავლე რა. ამოდი, გეხვეწე. გასწავლე ეკამეში. იაფად. შვენიერი ადგილი ყოფილა, შვენიერი. მარიკა ზემოთ რითითბებით? რა ვიცი, თამარ ზემო თითქმის არ ავდივარ. აი მე ირაკლი შაქრის წამოღება როგორ დავავიწყდა. მე რა პრობლემაა? მარიკა, თამარი და ქეთევანი ისე ყოველ გაჩერდებიან რომ მეზობლებში არ გავიდენ და გამოარწმევენ ვინმეს. რა ირაკლი ის სანამ გუჯამოა არ მივხედოთ საქმეს ა? კი, მივხედოთ, თან შემცივდა უკვე. გოგოები მიხედავენ სუფრას და ჭურჭელს და შეშას დაჩეხავს დათო. ვაი მე ირაკლი. მოცემა შემომიტია ისევე რა უნდა წამოვწერა. უი, მე რა პრობლემაა, ირა? აი ნაჯახი და მე დავჩეხავ. მოიცა? მომეცი. მე დავჩეხავ. გამატარ. მაშინ მე ცეცხლს ავანთებ. მომეცი ეგასანთი, მომეცი მე ავანთებ. დაუშხელი. მოდი რა ქეთევან მომეხმარ. ლაშიკოვიცი რა უნდა ვქნათ? აი ეხლა ბუხარში შეძრნენ, სახლი აწოქნით. აბა, მე რა გავაკეთო? წავალ, მაშინ მე გავისეირნებ. სანდრო, დაიკარგები მერე. აბა, რა გავაკეთო? აქ ვიდგე? სანდრო, 5 წუთიც მაცადე რა. და სახლიდან ჭიშკრამდე გავაბავ სქელ მავთულს და მე ამ მავთულს გაყევი, გამოვიდე. გაყევი, გამოვიდე. აი, ახლა ამას დაგასინჯ. ნახე? და რომელსაც შენ ამოარჩევ ის დავლიოთ. მიდი. მოდი. მიდი აბა. აუ ირაკლი. რა კარგი სოფელი გაქვს. ძალიან მომეწონა. მეც როგორ მიყვარს იცი? ხო. კი, ძალიან. ირაკლი, რა მინდა კითხო? არასდროს გიფიქრე ამ სოფელში გადმოსვლაზე? თიკა, ზოგჯერ ისეთი დაღლილი ვარ ხოლმე და ისე მინდა დასვენება რომ როგორ არ მიფიქრია. მიფიქრი დათოსთან არ წამოგცდეს იცოდეს. არა ირაკლი, რა უნდა წამომცდეს? დათომ თვითონ თხოვა, იქნებ უთხრა. ეგვინარი რა. სად არის ახლა? სად არის და ზევით არის? გასაღები იპოვა რაღაცა კარადის და ძველ ნივთებს ათვალიერებენ ყველანი. ირა! ხო, დახე. შენი ანკესი ვიპოვე. აუ, სანდრო, ძალიან გთხოვ რა, დადე არ გამიფუჭო. ეს ანკესი მაჩუთა გუჯამ. რატო უნდა გაგიფუჭო? ირა. ეს რა არის? ეს არის ტივტივა. რა ქვია? ტივტივა. ეს რო ჩააგდო ახლა წყალში. ეს იტივტივებს. ხო და ტივტივებს და დაარქვეს ტივტივა. მივხვდი მარტივი ლოგიკა. ციცილა წივწივებს და ამიტომ დაარქვეს ციცილა, ხო? ნახე როგორ უშველა სუფთა ჰაერმა. არ თქვა. მოვიტანე ფრთხილად, არ გადეხო, აი არ დადგე. მიდი ხო მე მაინც არ ჭირდება და არც ირაკლის არც მარიკას რა. მით უმეტეს რომ არ ჭირდებათ, უფრო არ უნდა გატეხო. ვაიმე რამტრიანია. ეს რა არის? თერმოსია სანდრო, თერმოსი. კარგი, დათო, რა თერმოსი. სანდრო, ეს არის სამოვარი და ამაში ადრე აყენებდნენ ხოლმე ჩაის. ვა, რა მაგარია. მე იმას მარიკას და ირაკლის თუ არ ჭირდებათ, უთხრათ და შენ გაჩუქონ ბარში დადგით და ჩვენ ჩაი დაგვალევინეთ ხოლმე. ხო, სანდრო, ძალიან მაგარი იქნება, მეც როგორ მინდა, მაგრამ მერიდება ირაკლის და გეხოცები, ჩემს მაგივრად თხოვე რა, მიდი. ირა, რა ხერა კაი რამე მოვიფიქრე. შენ და მარიკას ეს ხო არ ჭირდებათ. აჩუქეთ თიკას, ბარში
ბარში დადგავს და ჩაის დაგვალევინებს ხოლმე. ჰა, კარგი სანდრო. კარგი იდეაა. თან ახლა ეგენი ბარში აპირებენ რომ თონე გააკეთონ. აი რომ შეხვალ ბარში, იქნება თონე. და სანამ სალომე ასე ცხელპურებს ამოყრის ხოლმე. ხო? თიკა წყალს ადუღებს სამოვარით და მე მიართმევს სტუმრებს ჩაის. ოჩა. ვაიმე, როგორ მიყვარს აი ესეთი ძველებური ნივთები. თუ ეგრეა თამარ, გათხოვდი და დარჩემ სოფელში. ჰა? რა, თამარ, ესეც მე ვარ. რა სოფელში გავთხოვდა ეს ვარდივით გოგო? არა, ვინ გეკამფათება ახლა თამარო ვარდივით, მაგრამ ნახე რა მაგარი იქნება. სოფელში რომ მიცხოვრებ. მე წლები რომ გავა გახდები თამარა ბებო. ჭიშკართან დაждები მზესუმზინას გაყიდი. თან შენი ჭიქა გექნება რა, გარედან დიდი როა და შიგნით ცოტა რო ჩადის. მერე მოვლენ მოიპარებიან ბავშვი. წაგართმევენ ამ ზესუმზინას გაიქცევიან და შენს კარგად მიალანძღავ ერთოს, რა? მორჩი, ეხლა კაკანი მიაყოლე. ირაკლი, ნახე რა ფოტო ვიპოვე. შენ და მგონი გუჯა, ხო? ვა, მარიკა, როდინდელი ფოტოა. აი ეს არის გუჯა. აი რო გეუნებოდით, ჩემი ბავშვობის მეგობარი. რა სასაცილოდაცია ირაკლი. მომისმინე, ეს შარვალი აქ სურათზეა გაბუჭებული და მართლა ესეთი იყო. არა, ესეთი შარვალია. მან შენ ერთი. ირა, აი ასეთ შარვალს მეც კი არ ჩავიცვი. არა, ხა ისე სიმპათიური ბიჭი ყოფილა, ჰა? ჭიშკარში ვიღაც შემოვიდა. ძალიან სასაცილო თაცვია, მე მგონი გუჯა. ვა, გუჯა მოვიდა? სად არის? ხო. გამარჯობა ირაკლი. კარგად დამენახე, კაი არ გამოიარე. კარგად გამოიყურები, ხო იცი შენ არ მიყვარს გამხდრები რო არის. როგორ ახარ მარიკა? აი, ეს არის გუჯა, ჩემი ბავშვობის მეგობარი, რო გიყოლოდი გუჯა, ესენი ყველა ჩემი მეგობრები არიან, აი დათო, ლაშა, სანდრო. ქეთევანი, ეს ჩემი და არის. ცოლის და ჩემი. თქვენ ალბათ თამარი. ვარ. ეგრევე გიცანით კაპასიაო და ვაიმე, ირაკლი, ახლა სოფლის ხათრით ხმას არ ვიღებ იცოდე. კარგი, თამარ, რაღაცას ხუმრობთ, ხალისობთ, თორე ისე ხო იცი როგორ გიყვარხარ. რა, თამარჩიკ. თამარ, მე მგონი გუჯასაც მოეწონე. არ მინდა ახლა შენი დასკვნები. რაო? სხვა ირაკლი რა ხდება ქალაქში? მოყევი რაღაც აირიაო აქაურობა. არა, რა აირია? არა. არაფერიც არ აირია, ისე ვისია. მიტინგები, გადადექი, არაფერი არ შეცვლილა. ისე გუჯა, აქ სოფელში რა ხდება, რა ამბებია? აქ რა უნდა ხდებოდეს, რა ვიცი. შაბიაბანი გაგვიძვირეს, სასუქი გააძვირეს. კურნალობა ხო გაძვირდა და რა ვიცი, პაპაჩემის 14 ლარი უფრო კაი იყო ვიდრე ამათი 70 ლარი. რა სიზამ გუჯა? რა სიზამ? რეგრე მიდი, ცოტა გამოილაპარაკე, მიდი. და აქ გართობა არის ერთობით? დალევა. დისკოტეკები გააქვთ? ხო, დისკოტეკები არის. როგორ არა გვაქვს, მაგრამ ეხა არა, ცივა. საფხულობით გამოაქვთ ხოლმე ბიჭებს სკოლის ეზოში ცენტრი და იქ ვართ ხოლმე გვიანობა. ვა, მაგარია რა. კი, მაგარია, ხანდახან გოგოებიც მოდიან. გიყურებენ. მოდი ხახა სუფრასთან ასელოდები. ო, მართალია, მარიკა, მზად არის ყველაფერი. წამოდი. გუჯა, შენ გაჯექი ჩემ გვერდზე, გაგელაპარაკები, ამ ლეხანი არ მინახე. ერთი გავალ და მოვწევ და შემოვა. ისე ფილტრიანი არა გაქვს.
ხო და ბოლოს დაფიქრდა ეს ყრუ აკრობატი. რა გაეწყობაო თქვა და ჩაიქნია ხელი ამ თავის ოცნებაზე და ბედს დამორჩენდა. ჩემო გუჯა, ძვირფასო მეგობრებო. მოდი ამ ჭიქით ჩვენ ტკბილ მოგონებებს გავუმარჯოს. გავუმარჯოს. არ მოეშვი ხო ირაკლი ამ გძელს ადღეგძელოებს. ჩვენ გვიყვარს. გუჯა, სისხლის ყივილი. გავუმარჯოს. დათო, ეხა შენი ჯერია, მიდი მოიტანე ღვინო. აი, თხომელა შენი ჯერია. აი ეს კიდე. ვა, ოჩახ მარიკუნა. აი მე ძალიან ცუდია ეს უშუქობა. გუჯა და დიდხანს მიდის ხოლმე დენი? არა, მალე მოვა, მარიკა, ნუ ნერვიულობ. ეხა კორტანეტის ხაზზე გადაგვრთავენ და მე გარეთ ვერ გავალ, ჩემი ხელა შავი ძაღლი წევს ყარებთან. აჰა, ვაიმე, დათვიხვარი. გუჯა, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ეთყობა ცოტა დალია, თორემ ისე უჭკვიანესი ბიჭია. ნუ გეშინიათ, კაცო, ეს ჩემი ჯეკა იქნება ეთყობა გამომყვა და მიეცით პური მწვადი და წავა სახლში. თამარი ვიტყოფილა რა. შემოვიტანე. მაშინ კოფთხილად იყავი, არ დაგგლიჯოს. აი ეხლა გამასწრო. გადაურეკე რა ანანოსტოეკას, მე დამიჯდა მობილური. მარიკა ურეკავ და გასულია მომსახურების ორიდან. სანდრო დაურეკე რა შენ გეხვეწები ანანოსტოეკას. მიდი დაურეკე. აუ ირაკლი ძალიან ნერვიულობ, ვერაფრით ვერ ურეკავ იმათ. აუ რა მაგარი ტელეფონია. მათხოვა. აუ მუსიკებია. იცი რა არის გუჯა, მე არ მაქვს, მაგრამ თამარს აქვს ძალიან კარგი მუსიკები. ვაიმე ხო, მაგრამ სად დავდე ჩემი ტელეფონი არ მახსოვს გუჯი. ზარს გამოგიშვებ თამარ, ზარს თუ და როგორ ცივა გარეთ რა. საცოდავი ანანო და ეკა. გაიყინებია. კარგი, შენ მაგაზე ნუ ნერვიულობ, აქამდე ჩამოვიდენ და გავათფობ. ირაკლი, თუ კიდე მოდიან, ვერიდება. აქ ვერ დაეტევით და წამოდით ჩემთან. სულ და გულით გეპატიჟები. ვიცი გუჯა, ეჭვით ამეპარება, მაგრამ არ მინდა რომ შეგაწუხო. მოვახერხებთ რაღაცას, დავეტევით. იცი რა არის გუჯა? ეხლა მე, ირაკლი, მარიკა, სანდრო, დათო, ქეთევანი, ანანო, ეკა, ლაშიკო, ყველა დავეტევით, მაგრამ აი თამარი თუ გინდა, წაიყვანე. ვაიმე, ეხლა ეს ქალბატონი თუ შენი დარიგებულია მოგკლავ. რა სისულელია თამრი. გუჯა არ შეგაწუხებთ გუჯა, ისედაც გადაყოლილი ხარ ჩვენზე. შენ ჩვენთან ჩამოდი თბილისში, დარჩი, მოგივლით, დაგასვენებთ. არა, მარიკა, საცალია. ეხა მე აქ იმდენი საქმეა, რომ საცალია დასასვენებლად ვერ ჩამოვალ. შეგენაცვალე გუჯა. ეხა მე მინდა შევსვა გუჯას ადგილზე რა. ძალიან გთხოვთ. მოიცა? აი ამაში დამისხი. ამისხი. რა ზავა? აქ. აი ხო. მოდი, აი ამ განსხვავებული სასმისით გუჯას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. კაცი რომელიც თავის სოფელზე გიждდება და არც ედო ვარიანტში ქალაქში არ ჩამოვა. და ჩემთან არის ცხოვრობს ოთახში. კაიე? ამ სოფლის ბურჯს გუჯას გაუმარჯოს. მართლაც რომ გაუმარჯოს. მოდიში და არ შემიძლია ერთი ლექსის რომ არ შემოგთავაზოთ რა. ისმე, ჩემი დათო. არ გავცვლი სალსა კლდებსა სხვა ქვეყნის სამოთხეს და ეს ვიდეო და მე თქვა მალე დაურეკე და ველაპარაკე. ხო. ზესტაფონს გამოვცდითო. რა? არ დაიბმება ჯაჭვითა.
არც ნალით დაიჭედება. ჭიხვივით დახტის დაკლდიდან კლდეზე იფრქვევა. ხაერზე გამოდი, გადი. დაჭრილ ხაერზე გადი, გადი. მე რავდები გადი. დათო. სანდრო, რომ გიჩქმით და ძალიან ხომ არ გეტკინა? არა. სამაგეროდ გემახსოვრება რომ ახალ სოფელი სხვა და ახალდება სხვა. მე თქვენ კიდე რით ვერ გაიგეთ ხალხმა რომ ამ სანდროს აღარ უნდა დაუჯეროთ. მე მგონი მადლობა უნდა უთხრათ სანდროს რომ ახალ ქალაქში არ გაგეშვა. ისე გუჯა ძალიან კი მომერიდა რა ანზორთან. წავიდა ამხელა გზაზე ზესტაფონიდან გოგოები ჩამოიყვანა და ისე გავიდა მე რომ სახშიც ვერ შემოვიყვანე მადლობა ვერ უთხარი ნორმალურად ერთ ორ ჭიქას დავალევინებდი ბოლო რა არსობს რატო ცა მეზობლის ცხენმა უკბინა და აცრებს იკეთებს ხოდა ისე ოქროს ბიჭი კი ისე როგორ იმგზავრეთ გოგოებო რა ვიცი ცოტა ჩხარა მოდიოდა და შემეშინდა თუ ხარ ჩქარა სიარული თან მანქანაც ეგეთი ჩქარი ყავს კარგად შეკრული სემი ყავს აბა გადაიღე თუცებ მანამ ცხელია ჩემი გამო მცხარია აუ რა მაგარია სოფელი რა ბუხართან დაჯდები გათბები ცხელხაჭაპურში აჭამა უგემური იქნება რომ ეს მიაყოლე